მოგესალმებით ყველას. დღეს აქ შევიკრიბეთ, იმიტომ რომ ჩვენი კოლეგის და ჩვენი მეგობრის მზია ამაღლობელის უკანონო დაპატიმრებიდან გავიდა ზუსტად 1 წელი. 2025 წლის 11 იანვარს მზია ზუსტად ამ დროს დააკავეს ადმინისტრაციული წესით არ ჩადენილი სამართალდარღვევისთვის. დააკავეს იმიტომ, რომ მან ბათუმის პოლიციის შენობის ღობეზე, ეზოს ღობეზე მიაკრა პოსტერი წარწერით გაიფიცე დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. ამის გამო დააკავეს ის უკანონოდ, რის შემდეგაც ის მალევე გაათავისუფლეს, თუმცა მერე მის მიმართ მთელი დანაშაულების კასკადი იქნა ჩადენილი, რასაც მოყვა სილა რეჟიმისთვის, რის შემდეგაც მზია დააკავეს უკანონო სისხლის სამართლის წესით. დღეს გავიდა 1 წელი მზიას უკანონო დაპატიმრებიდან. ჩვენ ხვალ საღამოს 8 საათზე გვაქვს დაგეგმილი მარში მზიას თავისუფლებისთვის. შევიკრიბებით 8 საათზე მარჯანიშვილის მოედანზე და მსვლელობას მოვაწყობთ პარლამენტამდე, მაგრამ მანამდე დღეს მოვედით აქ რუსთავის ქალთა ციხესთან, სადაც ჩვენი კოლეგა და მეგობარია უკვე 1 წელია მოთავსებული და აქედან გვინდა გავამხნევოთ მზია კიდევ ერთხელ, მაგრამ ვიდრე შევძახებთ რომ თავისუფლება მზიას, მინდა ვთქვა რომ მზია რეჟიმის ტყვეებს შორის იქცა სიმბოლოდ თავისუფლებისთვის ბრძოლაში, მათ შორის ჩვენთვის თავისი მტკიცე ხასიათით, თავისი უტეხობით გარეთ მყოფ კოლეგებს მოგცა მაგალითი იმისა, რომ არ უნდა გავწყდეთ დრაკონული და რეპრესიული კანონების პირობებშიც კი. თავისუფლება